წარმოგიდგენიათ, რომ ლაბორატორიაში გაზრდილი ტვინის უჯრედების პაწაწინა გროვას, შეუძლია პონგის თამაში ისწავლოს. კი, ან სიმულაციაში პეპლის მოძრაობაზე იმოქმედოს თუნდაც. ხო, და ეს უკვე აღარა რაღაც ფანტასტიკა. დღეს სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ ხვდება ერთმანეთს ბიოლოგია და კომპიუტერული მეცნიერება. დიახ, და ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რატომ ხდება ეს, რა შეიძლება ნიშნავდეს ხელოვნური ინტელექტის მომავლისთვის და რა ვიცი, დამაფიქრებელ კითხვებს აჩენს ეს ყველაფერი. მოდით დავიწყოთ საფუძვალებით. რა არის ეს ბიოგამოთვლა? მარტივად რომ ვთქვათ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ცოცხალი ნეირონების, ტვინის უჯრედების გამოყენება ინფორმაციის დასამუშავებლად. ტვინის უჯრედებით ვითვლით. რაღაც მაგდაგვარი. წარმოიდგინეთ ლაბორატორიაში გაზრდილი ტვინის ორგანოდები. ეს არის ნეირონების სამგანზომილებიანი კულტურები. ან სილიკონის ჩიპებზე გაშენებული უჯრედები, რომლებიც კომპიუტერულ ინტერფეისებს უერთდება. ეს პატარა ტვინებია ლაბორატორიაში. გაცილებით მარტივია, რა თქმა უნდა. მათ არ აქვთ ადამიანის ტვინის რთული სტრუქტურა, მაგრამ ამ უჯრედებს აქვთ ელექტრული აქტივობა. მუშაობენ. კი, და შეუძლიათ ერთმანეთთან კავშირების დამყარება, რაც ქსელების ფორმირების საშუალებას იძლევა. კომპანიები, როგორიცაა Cortical Labs და Final Spark, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ აქტიურად. გასაგებია. და რატომ გვჭირდება ეს? რატომ ვიყენებთ ცოცხალ უჯრედებს, როცა, ასეთი მძლავრი კომპიუტერები გვაქვს უკვე? მთავარი მიზეზი არის ენერგოეფექტურობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელები და სუპერკომპიუტერები კოლოსალურ ენერგიას მოიხმარენ. ხო, გამიგია ამაზე. არის პროგნოზი, რომ რამდენიმე წელიწადში მონაცემეთა ცენტრებს შეიძლება მთელი ქვეყნის, მაგალითად ინდოეთის ენერგიის ეკვივალენტი დასჭირდეთ. წარმოუდგენელი რაოდენობა. მთელი ინდოეთის, ვაუ. დიახ, და შეადარეთ ეს ადამიანის ტვინს, რომელიც მსგავსი სირთულის ამოცანებს დაახლოებით 20 ვატით ასრულებს. 20 ვატი, ეს ხომ ფაქტობრივად რამდენიმე LED ნათურის სიმძლავრეა მთელი ქვეყნის ენერგიის წინააღმდეგ. ზუსტად. თან როგორც ვიცით, სილიკონის ჩიპები რაღაც ფიზიკურ ზღვარს უახლოვდება, ხო? ტრანზისტორებს ვეღარ ვაპატარავებთ უსასრულოდ. მართალია, ტექნოლოგიური ზღვარია, ბიოლოგია კი სხვა გზას გვთავაზობს. და სხვა უპირატესობებიც აქვს სწავლასთან დაკავშირებით. კი, ბიოლოგიურ სისტემებს აქვს სწრაფი სწავლის უნარი. ხშირად ბევრად ნაკლები მონაცემებით, ვიდრე ტრადიციულ ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება ეს. ეს ფუნდამენტალურად განსხვავებული მიდგომაა გამოთვლებისადმი. კარგი, გასაგებია, რატომ არის ეს მიმართულება პერსპექტიული, მაგრამ როგორ მუშაობს რეალურად? ის პონგის თამაში ახსენეთ, Dish Brain. დიახ, Cortical Labs-ის ცნობილი ექსპერიმენტია. მათ ლაბორატორიულ ჭურჭელში გაზარდეს დაახლოებით 800,000 ნეირონი. 800,000. დასტიმულირებდნენ მათ პონგის თამაშის სიმულაციის შესაბამისად. როცა სისტემა ბურთს აცილებდა, ნეირონები იღებდნენ ქაოტურ, არაპროგნოზირებად ელექტრულ სიგნალს. ერთგვარ საშჯელს. შეიძლება ასეც ითქვას. ხოლო წარმატების შემთხვევაში კი მოწესრიგებულ პროგნოზირებად სტიმულს, სასიამოვნოს პირობითად. და რა მოხდა მერე? სულ რამდენიმე წუთში ნეირონებმა დაიწყეს თავიანთი აქტივობის შეცვლა ისე, რომ თავიდან აერიდებინათ ეს არაპროგნოზირებადი სიგნალები. ისწავლეს. ფაქტობრივად, ისწავლეს ბურთისთვის დარტყმა. ეს ეფუძნება იმ თეორიას, რომ ცოცხალი სისტემები ცდილობენ სამხარო მათთვის პროგნოზირებადი გახადონ, თავი აარიდონ სიურპრიზებს. გასაოცარია. მართლა. და ის პეპლის ამბავი, Final Spark. ეგ როგორ მუშაობს? ეგ ცოტა სხვანაირია. იქ შვეიცარიაში არსებულ ორგანოთს უკავშირდება ელექტროდი ინტერნეტის საშუალებით. თქვენ როგორც მომხმარებელი თქვათ, ირჩევთ სამიზნეს ვირტუალურ სივრცეში. მე ვირჩევ. დიახ, ეს თქვენი არჩევანი იწვევს ორგანოდის სტიმულაციას, ხოლო ორგანოდის ელექტრული პასუხი, მისი აქტივობა გამოიყენება ვირტუალური პეპლის სამიზნისკენ გადასაადგილებლად. პირდაპირ მე ვაკონტროლებ ორგანოდის გავლით. ამ ეტაპზე ეს უფრო იმის დემონსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება ბიოლოგიური სიგნალის გამოყენება ინტერფეისისთვის. რაღაცნაირად ბიოლოგიურ შემთხვევითობას ამატებს პროცესს. ჯერჯერობით არ არის ეს ორგანოდის მიერ მიზანმიმართული კონტროლი. საინტერესოა. ისიც გავიგე, რომ ეს ნეირონები ხშირად ზრდასრული ადამიანების კანის ან სისხლის უჯრედებისგან იქნება, ხო? დიახ. მათ გადააპროგრამებენ ჯერ ღეროვან უჯრედებად, ეს ის უნივერსალური უჯრედებია, რომლებსაც ნებისმიერი სხვა ტიპის უჯრედად შეუძლიათ გარდაქმნა. და შემდეგ უკვე ნეირონებად ზრდიან. ეს ხსნის მასალის ხელმისაწვდომობის საკითხს, რაც მნიშვნელოვანია. გასაგებია, თუმცა როგორც ვიცით, ამ ტექნოლოგიას მხოლოდ გამოთვლებისთვის არ იყენებენ. მედიცინაშიც ხომ აქვს დიდი პოტენციალი. უდავოდ დიდი. ტვინის ორგანოდები უკვე ეხმარება მეცნიერებს ნევროლოგიური დაავადებების, როგორიცაა პარკინსონი ან ალცჰაიმერის შესწავლაში. როგორ ზუსტად? აკვირდებიან, როგორ მოქმედებს დაავადება უჯრედულ დონეზე, როგორ იცვლება სწავლისა და დამახსოვრების პროცესები ამ მინიტვინებში. ასევე ამოწმებენ ახალი წამლების ეფექტურობას. პირდაპირ ორგანოზე ცდიან წამალს. კი. წარმოიდგინეთ, შესაძლოა მომავალში თქვენივე უჯრედებისგან შექმნილ მინიტვინზე შეამოწმონ წამლის ეფექტი, სანამ მის მიღებას დაიწყებთ. ეს ფანტასტიკურად ჟღერს. თან ცხოველებზეც ცდებს შეამცირებს ალბათ. ზუსტად, ესეც მნიშვნელოვანი ასპექტია. გასაგებია. მაგრამ რა თქმა უნდა, სირთულეებიც იქნება. ალბათ ადვილი არაა ამ უჯრედების სიცოცხლის შენარჩუნება, ხო ეს ლაბორატორიული პირობები. ნამდვილად. ტექნიკური სირთულეები ბევრია. როგორ შევინარჩუნოთ ეს დელიკატური კულტურები ცოცხალი და სტაბილური დიდი ხნის განმავლობაში? ეს მთავარი კითხვაა. გასაგებია, ტექნიკური პრობლემები ბევრია. და ტექნიკურის გარდა ალბათ ეთიკური კითხვებიც ჩნდება, არა? ამაზე რას ფიქრობთ? დიახ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც ტვინის ქსოვილს ზრდი ლაბორატორიაში, თუნდაც ძალიან პრიმიტიულს, ჩნდება კითხვები, სერიოზული კითხვები. მაგალითად, შეიძლება თუ არა ამ ორგანოდებმა შეიძინონ ცნობიერების რაიმე, თუნდაც სულ ელემენტარული ფორმა. შეუძლიათ თუ არა განიცადონ ტკივილი ან დისკომფორტი. რა სტატუსი აქვთ მათ? რა უფლებები? რთული კითხვებია. ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სისტემები, მოდით ვთქვათ, მწერის ტვინთან შედარებითაც კი ძალიან მარტივია. ამ საკითხებზე დისკუსია და ფიქრი ახლავე უნდა დაიწყოს, სანამ ტექნოლოგია გაცილებით განვითარდება და მერე გვიანი არ იყოს. მართლაც, რაღაც ახალი ეპოქის ზღურბზე ვდგავართ, სადაც ბიოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის საზღვრები შეიძლება წაიშალოს. კი, შერწყმის პროცესი მიდის.
და ეს გზა საით წაგვიყვანს წარმოუდგენელი ეფექტურობისა და სამედიცინო მიღწევებისკენ, თუ სრულიად ახალი ტიპის ეთიკური გამოწვევებისკენ. დაფიქრდით აბა თქვენს, სად შეიძლება გავიდეს ზღვარი ადამიანის მიერ შექმნილ აზროვნებასა და ბიოლოგიურ სიცოცხლეს შორის. თუ ეს ანალიზი თქვენთვის საინტერესო იყო და გინდათ რომ მსგავს თემებზე კიდევ ვისაუბროთ, გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი, ეს დაგვეხმარება რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და ჩვენს შევძლოთ მეტი ასეთი მასალის მომზადება.